TBC Bank-ს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან გამოძიების საგანი ხდება 2008 წელს ჩატარებული საბანკო ოპერაცია, რა დროსაც სესხის სახით $17 მილიონ თანხა გაიცა. საქმეში ფიგურირებს ბანკის ორი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კუთვნილი ორი კომპანია. საგმის ფიგურანტები უკვე დაკითხულები არიან, თუმცა არც ერთი მათგანი პასუხისგებაში არ მიუციათ. თავად TBC 10 წლის წინანდელ საბანკო ოპერაციას კანონიერად ჩატარებულად აცხადებს და ბანკის და მისი დამფუძნებლების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებს. როგორც ირკვევა, საქმეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია აქვს მიცემული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი ვინმეს პასუხისმგებლობა. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში მთავარი ფიგურანტები TBC ბანკის ხელმძღვანელი პირები, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ამავე საბჭოს წევრი ბადრი ჯაფარიძე არიან. ამავე საქმეში ფიგურირებს ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. გამოძიების მიერ გავრცელებული სქემის მიხედვით ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა სამგორი M-მა და სამგორი Trade-მა 2008 წელს TBC ბანკიდან $17 მილიონამდე ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მიიღო. საბოლოოდ კი ეს თანხა ჩამოიწერა და ყველა ვალდებულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადავიდა. სესხის თანხის გადახდის გარეშე 2008 წლის ბოლოს სესხი გადატანილი იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში 2012 წლის დაახლოებით აგვისტოში ისე რომ აღნიშნული კომპანიების მიერ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა, ჩანაცვლებული იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. თელსამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც სამგორი M-ისა და არც სამგორი Trade-ის მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მისი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის TBC ბანკისათვის. პროკურატურაში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის შექმნაში, რომელიც დღეს TBC ბანკის მევალია, ბანკის დირექტორის მაშინდელი მოადგილე პაატა ღაძაძე მონაწილეობდა. ღაძაძე $17 მილიონამდე ტრანზაქციას ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ ამ სესხის საკითხზე მაშინ ეროვნულ ბანკს რაიმე გადაცდომა არ დაუდგენია. ის გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს. თქვენზე იყო საუბარი, ანუ ოფშორში კომპანიას სწორედ ბატონ ვერ გაგცემ პასუხს, რა ვქნა, ვერ გაგცემ. ისე $17 მილიონამდე კრედიტი გაიცა ამ კომპანიაზე? რაღაცა სისულე 17 კი არა, გაცილებით მეტიც აუღია ამ კომპანიას და მუდმივად იღებდა ხოლმე და კონკრეტულად ამ სესხზე რა ხდებოდა, ეხლა ზუსტად არ ვიცი. ეს ომის შემდეგ მოხდა და გაცილებით ბევრი კომპანიის სესხების ჩამოწერა, ვიდრე ერთის. მე ეგრე მახსოვს და ეს ერთი რატომ ფიგურირებს, მე ვერ ხვდები. პროკურატურის მიერ წარდგენილი საქმის მთავარი ფიგურანტი მამუკა ხაზარაძე მიმდინარე მოვლენებს ადვოკატის მეშვეობით ეხმაურება. ის გამოძიების ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. TBC ბანკის დამფუძნებელმა პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვა და სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დაკითხეს. პირველ ის პროკურატურას არავითარი კალდება არ გაუსაჯაროებია, პროკურატურა გამიგნაა გამოძიების თაობაზე, მუხლი არის აბსურდული, იმიტომ რომ კათედრების საკითხი საერთოდ შეხებაში არ არის მოვლენებთან, რაც 2008 წელს მოხდა. ეს არის სესხი, რომელიც აიღო კონკრეტული პირისგან, მამუკა ხაზარაძემ და ყველა საინტერესო არის, რომ ეს სესხი ისევ ბანკში შევიდა ბანკის სატესტებო კაპიტალში. შესაბამისად, ეს პული 1000 წელს გადამალულა. მიმდინარე მოვლენებს ორი განცხადებით გამოეხმაურა TBC ბანკი. ერთი მედიისთვის ქართულ ენაზე გავრცელდა, მეორე კი ინგლისურად. განცხადებები განსხვავებული შინაარსისაა. ქართულ ვერსიაში ბანკი მიმდინარე მოვლენებს ორკესტრირებულ შავ პიარს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს TBC ბანკის მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2014 და 2016 წლებში ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციების განთავსებასთან დაკავშირებით დეტალურად იქნა შემოწმებული და დადებითად შეფასებული, მათ შორის ინგლისის რეგულატორის მიერ, თუმცა TBC ბანკმა განცხადების გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათში აღნიშნული განცხადების განახლებული ვერსია გავრცელა, რომელშიც სწორედ ეს წინადადება ამოღებული იყო. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს. არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული.
მეორე განცხადებაში კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ არის, თუმცა TBC ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მილიონი ლარით დააჯარიმა, რაც გასაჩივრდა და სასამართლომ მისი გადახდა გადაავადა. ბანკის ერთ-ერთი მმართველი პირის მამუკა ხაზარაძის გარდა გამოძიებამ ამ საქმეზე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და ბადრი ჯაფარიძეც დაკითხა. არც ერთი მათგანი 2 დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ისევე როგორც TBC ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამის და მამუკა ხაზარაძის ამ საქმესთან დაკავშირება სასაცილოდ მიაჩნია. გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი ინფორმაციით ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან დოკუმენტაცია მიიღეს. გამოძიება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მოწოდებული იქნა სამართალდამცავი ორგანოსთვის. ინფორმაციის დაწყება, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მხოლოდ ფინანსური მონიტორინგის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. პროკურატურის პარალელურად კი მოკვლევას აწარმოებს ეროვნული ბანკიც. ქვეყნის ცენტრალური ბანკი დეტალებს არ ასაჯაროებს. მის მიერ გავრცელებული განცხადებით TBC ბანკი ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივს და ლიმიტს. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ბიზნეს ომბუდსმენიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ამ პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს საფინანსო ინსტიტუტის გამართულ და მნიშვნელოვან ფუნქციონირებას და არ დააზარალოს საფინანსო ინსტიტუტი. ამისათვის საჭიროა, რომ ნებისმიერ ესე ვთქვათ ინსპირაციები თუ სხვადასხვა ინტერპრეტაციები საკითხთან დაკავშირებით იქნას მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენ ბუნებრივია ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნულ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები იქნება გამჭვირვალე, ობიექტური. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლით გრძელდება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.